მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ბიზნესის სამყარო და მე მის წამყვანი ველო ყურაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ბიზნესის საწყისი ეტაპები და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ბიზნეს გეგმის სტრუქტურა. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი რუსლან კვარაცხელია. მოგესალმებით ქალბატონ რუსლან და მადლობას მოგახსენებთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისათვის. უშუალოდ გადავიდეთ პირველ კითხვაზე. ანუ რა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ბიზნესის დასაწყებად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმისათვის რომ ბიზნესის კეთება დავიწყოთ, ესე ვთქვათ, საქართველოში ბიზნესის კეთებას ვეძახით. რატომღაც ბიზნესის საწარმოებლად ჯერ პირველ რიგში ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები. რა კომპეტენციები გააჩნია მას? როგორია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? რა შესაძლებლობები გააჩნია მას და რა საფრთხეებთან შეიძლება კონდეს თუ ის ამ ბიზნესს დაიწყებს, ხო? არა მარტო ადამიანს, არამედ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც უკვე არსებობს ბაზარზე, მასაც სჭირდება ბიზნეს გეგმის შედგენა. ანუ ეს არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ დამწყები ბიზნესისთვის გაკეთდეს ბიზნეს გეგმა. უკვე არსებულ კომპანიას სჭირდება, რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდის შემდეგ ახალი ბიზნეს გეგმის შედგენა. ბიზნეს გეგმა არის ზუსტად ის ქვაკუთხედი, რომლის მიმართებაშიც უკვე წარმატებულად მიმდინარეობს ბიზნესი. იმისათვის რომ დავიწყოთ ბიზნესი, პირველ რიგში როგორც თქვით, განსაზღვროთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ გადავწყვეტოთ რა არის ჩვენი მიზანი, ანუ რისი კეთება გვინდა. კომპეტენტური ვარ თუ არა ამ სფეროში? თუ არა კომპეტენტური ამ სფეროში. მჭირდება თუ არა დამატებით კადრები, ანუ სპეციალისტები იმისთვის რომ განახორციელოთ, თუ ეს არის ინდივიდუალური მეწარმე, როდესაც თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს კიდევ. ანუ აქ საუბარი გვაქვს ყველა ორგანიზაციული ფორმის ბიზნესზე, რომელსაც სჭირდება, რა თქმა უნდა, ბიზნეს გეგმა. პირველ რიგში უნდა შევაფასოთ ჩვენი ფინანსური რესურსები. უნდა შევაფასოთ ჩვენი ფინანსური რისკები, ანუ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე. ანუ რა სირთულეებთან შეიძლება რომ გქონდეს საქმე, ხო? ანუ სირთულის წარმოქმნის შემდეგ კი არ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ მოუვაროთ ამ სირთულეებს, ხო? წინასწარ თუ გვექნება განსაზღვრული რა რისკი შეიძლება რომ მომავალში გქონდეს და თუ წინასწარ გვექნება ამ რისკის დაზღვევის სხვადასხვა მეთოდები შემუშავებული, დამეთანხმებით გაცილებით უფრო ადვილი არის რომ ბიზნესი იყოს წარმატებული და ბიზნესი დრო და დრო განვითარდეს. შემდეგი ეტაპი, რასაც აუცილებლად ვაკეთებთ, ეს არის ბაზრის კვლევის ჩატარება. უნდა გქონდეს გამოკვლეული ბაზარი და ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი პოტენციური თუნდაც კლიენტები. ანუ რომელი კატეგორიის მომხმარებლისთვის გვინდა რომ ჩვენ ეს ბიზნესი დავიწყოთ. იმის მიხედვით თუ რა კატეგორიაზე გვაქვს გათვლილი, შემდეგ უკვე იცვლება დანახარჯები, შეფუთვიდან დაწყებული და ვიზუალიდან დაწყებული, ხარისხით დამთავრებული და ასე შემდეგ. თუმცა მე ვთვლი რომ ხარისხი ეს არის ისეთი თემა, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი კლიენტისთვის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის უნდა იცავდეს. ხარისხი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი. როდესაც ხარისხი მაღალი არის, ბიზნესის განვითარება ყოველთვის არის უპრობლემა. ხარისხზე მომხმარებლების მოზიდვა. რა თქმა უნდა, ხარისხზე არის ორიენტირებული ზოგადად ბიზნესის განვითარება. უნდა დავადგინოთ, როგორც თქვით, ვინ არიან ჩვენი კლიენტები და ასევე ვინ არიან ჩვენი კონკურენტები. და რატომ არიან ისინი ჩვენი კონკურენტები? ანუ რატომ ვაღიარებთ მათ მსგავსი სახის პროდუქცია? ანუ მათ აქვთ ჩვენი ანალოგიური პროდუქტი და ვაპირებთ რომ მათი ანალოგი ვაწარმოოთ, მაშინ რითი უნდა ვიყოთ მათგან განსხვავებული, ხო? ანუ რა უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს განსხვავებული ისეთი, რომ ამ კონკურენტ ორგანიზაციებს, კონკურენტ ფირმებს რა თქმა უნდა გავუწიოთ წარმატებული ჯანსაღი კონკურენცია. უნდა შევიმუშაოთ შემდეგ მარკეტინგული გეგმა, ანუ წინასწარ უნდა ვიცოდეთ მარკეტინგის საკვანძო საკითხები და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ბიზნეს გეგმას. ანუ ყველა ბიზნესში აუცილებელია მარკეტინგული გეგმა არის აუცილებელი და გარდა მარკეტინგისა აუცილებელი არის რა თქმა უნდა ფინანსური გეგმაც. ანუ პოტენციური ვინც არის ჩვენი დამფინანსებელი, პოტენციური ინვესტორი პირველ რიგში ეცნობა დაფინანსების გეგმას, ანუ პირველ რიგში რას ვითხოვთ მისგან? ბოლო ინვესტორმა უნდა იცოდეს რა მოუწევს მას, რა თანხების ჩადება მოუწევს ამ საქმეში და ისიც უნდა იცოდეს დაახლოებით როგორი იქნება ბრუნვადობა ამ თანხის. ანუ მომავლის ჭრეტა უნდა გქონდეს. მარკეტინგულ გეგმაში არის ზუსტად გათვლილი ის რაოდენობა, სტრატეგიული მიმართულება უნდა გქონდეს ბიზნეს გეგმაში გამოხატული ბიზნესმენს, თუ
თუ სადაპირებს გაყიდვას, რა რაოდენობის პროდუქციის გაყიდვას აპირებს პროგნოზული მაჩვენებლებით და ამ პროგნოზულ მაჩვენებლებს უდარებენ მერე უკვე გეგმაში გათვლილ მონაცემებს. შემდეგ, ბიზნეს ოპერაციები გვაქვს. ბიზნეს ოპერაციების შემთხვევაში რა ხდება? ვარეგისტრირებთ ჩვენს ორგანიზაციას, გვყავს იურისტი ფირმისთვის აუცილებლად, ვარჩევთ ბუღალტერს აუცილებლად, ვირჩევთ ბანკს დავხსნით ანგარიშს ბანკზე, საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიას შევიძენთ აუცილებლად, ეს აუცილებელი იურიდიული საკითხები რაც არის მოსაგვარებელი, ვარჩევთ სადაზღვევო აგენტს და შევარჩევთ ჩვენთვის სასურველ სადაზღვევო პაკეტს. და პირველი ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას, ვთქვათ, არის ავიზიტო ბარათების დამზადება, ზუსტი თარიღის დადგენა, თუ როდის ხსნით დაანონსება ჩვენი ბიზნესის. შეგვიძლია გამოყენოთ რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი. ანუ რეკლამა ის აუცილებელი კომპონენტი არის, რომელმაც წარმოწევის გატავის აუცილებელი კომპონენტი. ანუ რა არის ბიზნეს გეგმა და როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმის დასაწერად? ბიზნეს გეგმა არის როგორც გითხარით, მთელი ამ ჩვენი ბიზნესის სურათი. ხო? ბიზნეს გეგმა დგება ინვესტორისთვის, თუნდაც, რომელმაც უნდა დაინახოს და გვაფინანსებს თუ არ გვაფინანსებს, ხო? ანუ ბიზნეს გეგმაში უნდა იყოს ის სტრატეგია ნაჩვენები თუ რისკენ მიდის ბიზნესი, როგორ აპირებს განვითარებას და ნაჩვენები უნდა იყოს ამ სტრატეგიისკენ მიმავალი ტაქტიკური ნაბიჯები. რამდენადაც უფრო რეალურად და ობიექტურად არის ბიზნეს გეგმა შედგენილი, მით უფრო მიმზიდველი არის ის ინვესტორისთვის, ხო? არ უნდა იყოს შელამაზებული, არ უნდა იყოს დამატებული რაღაც ინფორმაციები, ის უნდა იყოს რეალობასთან ძალიან ახლოს. ანუ გათვლა უნდა გქონდეს თუნდაც მარკეტინგული თუ როგორ ვაპირებთ პროდუქციის გაყიდვას, სად ვაპირებთ, როგორი გასაღების გეგმა გვაქვს და ბიზნეს გეგმაში რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა აღწეროთ ჩვენი საქონლის თუ მომსახურების დამახასიათებლები, რითი განსხვავდებით ისე და ისე კონკურენტებისგან, როგორ ვაპირებთ ამ პროდუქციის გასაღებას, როგორ ვახასიათებთ ჩვენს პროდუქტს, რატომ არის განსხვავებული, რა მახასიათებლებით, ხო? თუნდაც ბიზნეს გეგმა შეიძლება იყოს მომზადებული იმისთვის, რომ გვჭირდება რაღაცა ახალი ტექნიკა, ხო? ტექნოლოგიურ განვითარებასთან თანამდები პროცესი არის ეს. ინოვაციური პროდუქტის შექმნა თუ გვინდა, მაშინ რა თქმა უნდა მაღალ ტექნოლოგიური ტექნიკა უნდა გაგვაჩნდეს, ხო? თუ ჩვენ გვინდა რომ ინვესტორმა დაგვაფინანსოს ზუსტად და მაღალ ტექნოლოგიური ტექნიკის შესაძენად, მაშინ ჩვენ ამ ინვესტორს უნდა ვუჩვენოთ ციფრებით, რომ ამ ტექნიკის შეძენის რეალური ფასი ჯერ ამ ტექნიკის, მაგრამ რას გვაძლევს ამ ტექნიკის შეძენა, ანუ რა შედეგზე გავყავართ. ამით ის რომ გადაიხდის იმ ფასიმაში, თუ დაუბრუნდება, ანუ ორმაგად თუ მოხდება იმ ფასი. არ არის აუცილებელი ორმაგად მოხდეს და არ არის აუცილებელი რომ ერთ წელიწადში მოხდეს, მაგრამ რა? უნდა უჩვენოს აუცილებლად ბიზნეს გეგმამ ინვესტორს, თუ რატომ უნდა შეიძინოს, ან უნდა დავასაბუთოთ, პრობლემა უნდა წამოჭრა და ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა თუ აუცილებლად ეს მომენტი არის, რომ ამ პრობლემას ეს ტექნიკა მოაგვარებს, ამას ინვესტორი გაიგებს, ხო? ანუ რითი უნდა დავარწმუნოთ, ანუ ამ ტექნიკის შეძენის შემდეგ ჩვენ ენერგიას ვზოგავთ ამდენი პროცენტით, კონკრეტულ პროცენტს წერთ ციფრებში. ენერგია იზოგება ამდენი პროცენტით. მუშებზე გასაცემი ხელფასი იზოგება ამდენი პროცენტით, ხო? მასალატევადობა იზოგება ამდენი პროცენტით, ანუ ნედლეულიც ნაკლები ჭირდება, ვთქვათ, არის ესეთი შემთხვევები და ბოლოს ვუჩვენებთ, რომ ამ ყველაფერი ამის ანაცვლოდ პარალელურად იზრდება პროდუქტის გაყიდვა ამდენი პროცენტით. ანუ რის საფუძველზე? იმის საფუძველზე, რომ პროდუქტი არის უფრო ხარისხიანი, იმიტომ რომ არის მაღალ ტექნოლოგიური ტექნიკით და აპარატურით დამზადებული. ქალუტროსთან რა განყოფილებებს უნდა მოიცავდეს ბიზნეს გეგმა? ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს ჯერ შესავალს, მერე არის ანოტაცია, რეზიუმე, სადაც მოკლედ ჩანს ეს ყველაფერი აღწერილი არის და ძირითადად ინვესტორები რეზიუმეს ეცნობიან ხოლმე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქონლის დახასიათებას ვაკეთებთ ბაზრის კვლევას, საქონლის დახასიათებას და მომსახურების დახასიათებას, რა თქმა უნდა, ანუ ბაზრის კვლევაში შედის, როგორც გითხარით, ჩვენი კლიენტები და კონკურენტები, ვინ არიან ჩვენი კონკურენტები და რა თქმა უნდა შეიცავდეს ფინანსურ გეგმას. ფინანსური გეგმა რა შეიცავს? ფინანსური ალბათ გაინტერესებთ. ფინანსურ გეგმაში აუცილებელი არის შემოსავლებისა და ხარჯების აღწერა. ფინანსურ გეგმაში აუცილებლად უნდა ჩანდეს ფინანსური ანგარიშგება კომპანიის. ფინანსური ანგარიშგება არის ბალანსი აქტივებსა და პასივებს შორის, ანუ აქტივები ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯანმრთელი მოხსენებად. კაპიტალი არის აქტივების წყარო. ანუ ინვესტორმა უნდა იცოდეს ეს ჩადებული თავისი კაპიტალი, რა აქტივებს მოხმარდება.
აქტივების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, რომ დავახასიათოთ, არის მატერიალური და არამატერიალური აქტივები. და რა მოთხოვნილებებს უნდა შეიცავდეს? ბიზნეს გეგმის მოთხოვნილებებში არის ზუსტად ის, რაზეც ვისაუბრე, ანუ რა პრობლემა არსებობს იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ანუ რა პრობლემამ წარმოშვა ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა. და ამ პროექტის შედეგად გადაიჭრება თუ არა ეს პრობლემა და არის თუ არა ზუსტად ეს პროექტი ამ პრობლემის გადაჭრის გზა. თუ ინვესტორი ამოიცნობს, რომ ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრის გზისთვის არის ეს პროექტი, თუ პროექტი უჩვენებს რეალურ ციფრებს, რომ ეს მომგებიანია და გათვლილი არის დროში და ეს დროც ნაჩვენები არის. ნაჩვენები არის კადრები, მათი სპეციალიზაცია. ამას მხოლოდ დაფინანსება ჭირდება და სხვა უკვე აღარაფერი. ანუ რეალურად შეგვიძლია დააფინანსოს ეს პროექტი. გვაინტერესებს ბიზნეს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილის შესახებ თქვენი აზრი. ანუ შეგიძლიათ ვესაუბროთ ბუღალტრული ბალანსის რაობაზე? დიახ, ბუღალტრული ბალანსი იყო სწორედ აქტივებზე და კაპიტალზე რომ ვახსენე. ბუღალტრული ბალანსი ეს არის აქტივების ჩამონათვალი და ეს აქტივები უნდა იყოს ტოლი ვალდებულებებისა და საწესდებო კაპიტალისა. კაპიტალი არსებობს სხვადასხვა სახის. კაპიტალი შეიძლება იყოს საწესდებო კაპიტალი, ანუ წესდებაში რაც არის შეტანილი თანხა. გარდა ამისა არსებობს სარეზერვო კაპიტალი, რომელიც კონკრეტული პრობლემის დასაფინანსებლად ჭირდება. არსებობს საემისიო კაპიტალი, როდესაც ემისიისთვის განკუთვნილი არის ეს კაპიტალი. არსებობს გაუნაწილებელი მოგება. ну როგორც გითხარით, კომპანიას შეიძლება არ აქვს იმდენი თავის საწესდებო კაპიტალი, რაც მთლიანად ბიზნესის დასაფინანსებლად ჭირდება და შეიძლება მას გააჩნდეს ვალდებულებები. ვალდებულებები შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი და ამ ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამი გვაძლევს მთლიანად აქტივების ჯამს. დღეს მთელ მსოფლიოში არის ფასიანი განყოფილების გეგმები. ცნობილი არის საფონდო ბირჟებზე ხდება აქციების შეძენა გაყიდვა, აქციები არსებობს სხვადასხვა სახის, ეს არის ჩვეულებრივი აქცია, პრივილეგირებული აქცია, ობლიგაციები და ასე შემდეგ. და ინვესტორები, რომლებიც არიან მომხრებელი არის თუ არა, კონკრეტულად ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდების შეძენა და როგორ ხდება ამის დადგენა ზუსტად ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე. ყველა კომპანიას აქვს საჯარო ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით და ამ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩანს მისი აქტივებიც, ვალდებულებებიც, კაპიტალიც და ამის შემდეგ უკვე ინვესტორი დარწმუნდება, სურს თუ არა მას კონკრეტულად ამ კომპანიის აქციების შეძენა. არსებობს საფონდო ინდექსები, რომელშიც შეყვანილია ყველაზე ძლიერი კომპანიები, ყველაზე წარმატებული კომპანიები, რომელთა ინდექსებიც იყიდება საფონდო ბირჟებზე. ძალიან კარგი და ბოლოსკენ რა რჩევას მიცემდით დამწყებ ბიზნესმენებს, როგორც ვიცით თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესი, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი? როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, შემიძლია პრაქტიკული კუთხითაც ვისაუბრო და როგორც ანუ ვისაც სურვილის დონეზე აქ თუნდაც აქვს იდეები და ვერ წყვეტს, ანუ რა უნდა გააკეთოს? მაინც მივდივართ იქეთკენ, რომ აუცილებლად უნდა შეადგინოს ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმა გათვლილი ყველა იმ კომპონენტის გათვალისწინებით, რაზეც მე მაგვა ვისაუბრე. თავისუფლად შესაძლებელი არის ინვესტორის მოძიება, როდესაც ბიზნეს გეგმა არის სრულყოფილი. აუცილებელი არ არის, მე ხა სტუდენტებს გულისხმობ, ქონდეს სტუდენტის ოდენობა თანხის, რომ მან პირდაპირ თავის თანხით შეუძლია მცირეთი დაიწყოს და რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, რომ ისევ და ისევ ეკონომიკურ ანალიზს მივაქციოთ დიდი ყურადღება, ფინანსურ ანალიზს მივაქციოთ დიდი ყურადღება და გავაანალიზოთ ყოველი ნაბიჯი, შემოსავლები გავაანალიზოთ, ხარჯები გავაანალიზოთ, თვითღირებულება გავაანალიზოთ და მარკეტინგული გეგმა შევადგინოთ სწორად. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეს იყო განაცემა ბიზნესის სამყარო. კარგად გრძელდება და მომავალ შეხვედრამდე.